ინსულტი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გაჩნდეს. ამიტომ პრევენცია და ინსულტის პირველადი ნიშნების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ იდეას ემსახურება ნევროლოგიის რეზიდენტების მიერ ინიცირებული კამპანია, რომელიც ჯერჯერობით დაფინანსების მოლოდინშია. ჩვენ მისი ავტორი ანა დავლაშელიძე გვყავს დღეს სტუდიაში. ანა, რომ გითხრა, ვიცით რომ ინსულტს აქვს რამდენიმე ცნობილი ნიშანი და სიმპტომი, მაგრამ გარდა ამ ცნობილი სიმპტომებისა, როგორც არის მეტყველების ცვლილება, თქვა, ან კიდურების გამრუდება, სხვა რა ნიშნები ახასიათებს ინსულტს? მოგესალმებით, პირველ რიგში, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქვს, რომ ვარ და შესაძლებლობა მაქვს, რომ ეს კამპანია წარმოგიდგინოთ, რაც ჩვენმა ასოციაციამ დაგეგმა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს, რადგან ძალიან დიდ რაღაცას ემსახურება. რაც შენ კითხვას რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ არსებობს სპეციფიური ნიშნები ინსულტის, ასევე არსებობს არასპეციფიური ნიშნები ინსულტის, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ახსენე ერთი ცხრი მეტყველების გაძნელება, შეიძლება იყოს უშუალოდ კიდურების დაბუჟება, შეიძლება იყოს ამის გარდა თავის ტკივილი, უეცარი თავის ტკივილი, რომელიც ნელ-ნელა პროგრესირებს და არ ხდება ამის შენელობა, ასე რომ ვთქვათ. და შესაბამისად ამ არასპეციფიურ ნიშნებზე დაკვირვება აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს ინსულტის ადრეული დიაგნოსტირება. ამოცნობა პირველ რიგში და რა თქმა უნდა მიმართვიანობა ექიმთან და შემდგომ უკვე დიაგნოსტირება. დღეს ვისაუბრებთ ჩვენ უკვე რისკ ფაქტორებზე და საინტერესოა კიდევ რა უნდა იყოს გათვალისწინებული, რა ქრონიკული მდგომარეობა უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც ინსულტზე. მადლობა ძალიან დიდი ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ დღესდღეობით ქართულ რეალობაში ამის ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა ვიძახით რომ არის გულის ქრონიკული დაავადებები რისკ ფაქტორი, მაგრამ ამის გარდა არსებობს კიდევ სხვა რისკ ფაქტორები, როგორც არის იგივე ენდოკრინული სისტემასთან დაკავშირებული დარღვევები, მეტაბოლური დარღვევები, შეიძლება იყოს ისეთი დარღვევები, როგორც მაგალითად ქრონიკული სტრესი და გადაღლილობა, ეს ყველაფერი სწორედ აპროვოცირებს ინსულტის განვითარებას. და სწორედ ჩვენ კამპანიაში ზუსტად ამაზე გვაქვს გამახვილებული ყურადღება, რომ ადრეულად მოახერხონ ადამიანებმა ამაზე დაკვირვება და შემდგომ უკვე რეაგირება. ანა, როგორ გეგმავთ, რომ თქვენი კამპანია გაახორციელოთ? არის ეს სოციმედიის საშუალებებით ინფორმაციის გაზიარება, თუ უშუალოდ შეხვედრა პაციენტებთან ან რაიმე ორგანიზაციებთან? კი ბატონო. მინდა რომ დავამატო, რომ ამ კამპანიის ერთ-ერთი ავტორი და თანაავტორი არის ანიტა მოცულიშვილი. ჩვენ ერთად დავგეგმეთ და ზუსტად აი ამ თემაზე ძალიან დიდი ყურადღებას ვამახვილებდით. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ დღესდღეობით ეს არის 21 საუკუნე და შესაბამისად გვინდა რომ არა მარტო მხოლოდ რაღაცა ფიზიკურად მივიდეთ, ჩავიდეთ რეგიონში და საგანმანათლებლო პროექტი განვახორციელოთ, არამედ გვინდა ასევე იყოს სოციმედიის კუთხითაც ჩართვა. ანუ ეს იქნება ჰიბრიდულ რეჟიმში, ერთის მხრივ სოციმედიის კუთხით იქნება გაძლიერებული, იგივე იქნება თუნდაც საგანმანათლებლო ვიდეოების ჩაწერა, იგივე საინფორმაციო გრაფიკების შედგენა. ამასთან ერთად გვინდა მინდა დავამატო ის რომ გვინდა რომ გავაკეთოთ კითხვარები, ანუ მთელი ამ პროექტის განმავლობაში იქნება კითხვარები, რის საშუალებითაც აი ამ მიმდინარე პროექტის განმავლობაში გვექნება მუდმივი უკავშირი იგივე ადამიანებისგან, ვინც ამას მოისმენენ და ასე შემდგომ. რაც შეეხება ფიზიკურად იქნება აუცილებლად არა მარტო თვითონ დიდ ქალაქებში შეხვედრები, არამედ იქნება ასევე რეგიონალურადაც. იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ, რეგიონებში ძალიან მაღალი არის მაჩვენებელი, მიმართვიანობა გაცილებით ნაკლებია, იგივე ცენტრების უქონლობის გამო. და შესაბამისად გვინდა რომ ფიზიკურადაც ჩავიდეთ და გქონდეს შეხება ერთის მხრივ როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც სკოლები, უნივერსიტეტები, ორგანიზაციები, კომპანიები, პირველადი ჯადოთვის როლი გვინდა რომ აუცილებლად ჩართოთ, იმიტომ რომ მათი როლი არის ძალიან კრიტიკული სწორად ინსულტის ამოცნობაში და რა თქმა უნდა შემდგომ უკვე კლინიკასთან მიმართვიანობაში და შესაბამისად იქნება ჰიბრიდული რეჟიმი. რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს პრევენცია და რამდენად შეცვლის ეს ჯანდაცვის ტვირთს, ასე ვთქვათ? კი ბატონო. ეს კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღესდღეობით და სხვა ქვეყნებში, სადაც უფრო განვითარებული სიტუაციაა ვიდრე საქართველოში, მსგავსი კამპანია არის განხორციელებული 15-20 წლის წინ. და სტატისტიკის მიხედვით დაახლოებით 80% სწორედ იმის 80% რათა ამოვიცნოთ ინსულტი, ემსახურება პრევენციას. შესაბამისად, სწორი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, რომელიც იქნება პირველ რიგში საგანმანათლებლო კუთხით განხორციელებული, საკმაოდ კარგ შედეგებს მოგვცემს, ასე რომ პრევენციის როლი არის ძალიან დიდი და სწორედ ჩვენი კამპანიის მთავარი მიზანიც ის არის, რომ არა მარტო რისკ ჯგუფებზე იყოს ეს კამპანია მიმართული, არამედ მიმართული იყოს ადამიანებზე, ვინც არიან უფრო პატარა ასაკის, აქვთ შეხება თუნდაც ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებთან, იგივე ოჯახის წევრებთან და მათი როლიც გავზარდოთ რეალურად და მოვახდინოთ ინსულტის პრევენცია შესაბამისად.